ოპოზიცია შევიდა მძიმე პროცესში, მათ სცადეს ხელისუფლების გადატრიალება, სცადეს ძალადობრივი რევოლუციის მოწყობა და ახლა აღარ იციან როგორ გამოვიდნენ ამ დღესასწრიგიდან. ძალადობრივი რევოლუციის გეგმის ერთ-ერთი ნაწილი სალომე ზურაბიშვილის ორბელიანების სასახლეში დარჩენა იყო. თუმცა ყოფილმა პრეზიდენტმა მოკავშირეებისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. ჩემოდანში ის ლეგიტიმურობა ჩაალაგა, რომელიც მისი აღარ არის და რეზიდენცია დატოვა. მე აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. ხალხთან, მაგრამ მაინც ზემოთ მდგომმა ხალხთან რამდენიმე წუთი გაატარა და წავიდა. არასასურველი წასვლის გამო ლეგიტიმურ ლიდერად შერაცხული ზურაბიშვილი ოპოზიციისთვის გაყალბებული არჩევნების პროდუქტად იქცა. რადიკალების ნაწილის რისხვა ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილის შეუწყალებლობის გამოც დაიმსახურა. რეზიდენციიდან გამოვიდა არ გამოვიდა ეს არაა საკითხისთვის დიდი მნიშვნელობის და გადამწყვეტობის მიმნიჭებელი, ფრუსტრაციის და ხელის ჩაქნევისაც არანაირად, თუმცა აღფრთოვანება აღტაცებისთვისაც არა. იმ საკითხის გარკვევა სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება მცდარია თუ სწორი, სასარგებლოა, უსარგებლო თუ საერთოდაც დამაზიანებელი, ჩემი აზრით საერთოდ არ გადის იმ ხაზზე, ის რეზიდენციაში უნდა დარჩენილიყო თუ იქიდან უნდა გამოსულიყო. ქართველმა ხალხმა დაუფასა ქალბატონ ზურაბიშვილს მტკიცე და მართალი პოზიცია უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში. მანამდე იცით, რომ ჩვენ ძალიან ბევრი პრეტენზია გვქონდა. ვფიქრობ ძალიან სამართლიანი. რა არის ცხოვრება და რა სიურპრიზებს არ გიმზადებს ადამიანს. 6 წლის წინ, როდესაც მისი ინაუგურაცია უნდა გამართულიყო თელავში, მისი ინაუგურაციის ჩასაშლელად ათასობით ადამიანი მივდიოდით. მიგვაჩნდა, რომ ის არ იყო მაშინ სამართლიანი არჩევნებით არჩეული პრეზიდენტი და ახლაც იგივე მიმაჩნია, რომ მაშინ არჩევნები გაყალბდა. ზურაბიშვილმა მისი საპრეზიდენტო ვადა ისე დაასრულა, რომ წინამორბედი პრეზიდენტი არ შეიწყალა, არ გამოიჩინა ჰუმანურობა, იგნორი მოახდინა ევროპარლამენტის რეზოლუციების. ზურაბიშვილი გაყალბებული არჩევნების პროდუქტია. გუშინდელი დღის შემდეგ ოპოზიციის მარცხი რომ საბოლოოდ გაფორმდა, ამის შესახებ საუბრობს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე ყველას, მათ შორის ოპოზიციას, ქართული დემოკრატიის პატივისცემისკენ მოუწოდებს. მე ყველას ურჩევდი, რომ გადაიაზრონ ყველაფერი და სულებულია ძალადობრივი გზით რევოლუციის მოწყობის მცდელობა და ყველა უნდა გადაერთოს ახლა სხვა დღესასწრიგზე. ეს არის ის დღესასწრიგი, რომელიც ჭირდება ჩვენს ქვეყანას. ეს ქნებოდა ჩემი მოწოდება ყველას მიმართ 29-ში გუშინ საბოლოოდ გაფორმდა ოპოზიციის დამარცხება, როდესაც თლიანად ჩამოყალიბდა ხელისუფლება თავისი ყველა განშტოებით და საბოლოოდ გამტკიცდა ჩვენი დემოკრატიული სისტემა. ნებისმიერი თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე არის არამატებლობისთვის განწირული, იქნება ეს შიდა სუბიექტების თუ გარე სუბიექტების მხრიდან განხორციელებული თავდასხმები. ყველამ პატივ უნდა სცეს ქართულ დემოკრატიას, ჩვენს დემოკრატიულ სისტემას. ეს არის ჩემი მოწოდება ყველას მიმართ, მათ შორის ოპოზიციის მიმართ. რატომ შეიცვალეს რიტორიკა რადიკალებმა? იქამდე უყვარდათ, მხარს უჭერდნენ და იცავდნენ, ვიდრე მის საპრეზიდენტო მანდატს იყენებდნენ. შესაბამისად, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან სტატუს-გარეშე დარჩენილი ზურაბიშვილის დამუნათება გასაკვირი არ არის მმართველი გუნდისთვის. თქმა უნდა, ეს რიტორიკა იმიტომ ხონდა შეცვლილი, რომ მისი საპრეზიდენტო სტატუსი გამოეყენებათ. ეხლა ეს სტატუსი არ აქვს და აბა ეხლა ნახეთ, როგორ აირევა მათთან ურთიერთობა, ასე რომ ეს მოსავლოდნელიც იყო საბოლოო ჯამში, იმიტომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ამ ქვეყნის პატრიოტებთან, არა ხალხთან, რომელსაც რაღაც პოლიტიკური იდეოლოგია აქვს, არამედ გვაქვს მარიონეტებთან საქმე, რომლებიც სხვების დაკვეთით მოქმედებენ, ასე რომ ეს ჯერ კიდევ წინარიეს, ასე ვთქვათ, ჟურნალია ეს რასაც ვხედავთ, კინო წინარი მათ რიგებში დაპირისპირება. სალომე ზურაბიშვილს უნდა შეესრულებინა ლიდერის როლი, რომელსაც არ აქვს სისხლიანი ხელები, როგორც ეს სხვა ლიდერებს ან სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს აქვთ. ამ როლს ვერ ასრულებს იმდენად იმ მოთხოვნის დონეზე, რომელიც იყო მის მიმართ, იგი სათავეში უნდა ჩადგომოდა გაბრაზებულ ხალხზეც ბევრი ისაუბრეს. აი ეს როლი ვერ შეასრულა და ვერ შეასრულებდა, იმიტომ რომ სამართლიანობა არ არის, სამართალი არ არის მათ მხარეს. როგორც ჩანს, ვიღაც ჭკვიანებმა უჩიეს, რომ საბოლოოდ არ გამასხარებულიყო და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა რისხვაც დაიმსახურა და სამართლიანად ვიმეორებ. კიდევ ერთხელ ზურაბიშვილი ჩავარდა იმ მდგომარეობაში და თვითონ ჩაიგდო თავი იმ მდგომარეობაში, რომ არც 1,100,000-ის მხარდაჭერა აქვს, რომელმაც უარყო და ხელისუფლებას დაუჭირა მხარი.
და აღარც ოპოზიციის მხარდაჭერა აქვს. პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად რადიკალებისთვის სიყვარულიდან სიძულვილამდე და პირიქით ერთი ნაბიჯია. ამას ახლანდელი კრიტიკის ქარცეცხლის გარდა წარსული მაგალითებიც ადასტურებს. ვიდრე შეუყვარდებოდათ, მანამდე არაეთიკური ეპითეტებით ამკობდნენ. შემდეგ შეურაცხყოფა ორივე მხარემ დაივიწყა, ახლა კი ძველ რიტორიკას დაუბრუნდნენ. სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ არა უბრალოდ ხალხა, ასე უვნებელი გამოყენებული ხალხი კი არა. ეს არის რეზიდენტი ხალხა. ამ ქალის ფეხქვეშ უნდა იწოდეს მიწვა. ეს არის ჩაოლებრივი მოღალატე. სალომე ზურაბიშვილს როგორც პრეზიდენტ საქართველოს ისტორიაში ალბათ ყველაზე უფრო როგორც ცუდი პრეზიდენტი შევა. მტერი მოღალატე არ მიყვარს ასეთი ფრაზებით, მაგრამ რა უწოდო ადამიანს ქალბატონს სალომე ზურაბიშვილს ვითომ დამოუკიდებელ კანდიდატს. ეს არის ერთ-ერთი პუტინის ნარატივის გამეორება, რასაც ის უკვე აკეთებს პრეზიდენტის რანგში. ქვეყანაში კრიზისს ცდილობდნენ და ერთმანეთში აქვთ ლიდერობა უნდოდა და რიგით ოპოზიციონერად იქცა. გარე დავალებების შესაბამისად ბევრი იწვალა, ქვეყნის იმიჯის დაზიანებას მცდელობა არ დააკლო. არეულობა ქაოსი და დესტრუქცია სურდა, თუმცა ყველა სცენარი ჩავარდა. როგორც ჩანს, სტატუს დაკარგული ზურაბიშვილი ყველა მიატოვა და საკუთარ ფანტაზიებთან მარტო დატოვა.